კავკასიის მასშტაბით ყველაზე გრძელი გონდოლა დღეს პრეზიდენტი გუდაურს სტუმრობდა. მიხეილ სააკაშვილმა სანდრა რულოვსთან ერთად თავად ისარგებლა ახალი საბაგირო გზით. დღესვე პრეზიდენტმა ახალი სათხილამურო ტრასად შეამოწმა სამთო სათხილამურო კურორტის რეაბილიტაციის ფარგლებში ძირითადი სამუშაოები სრულდება. მიხეილ სააკაშვილმა გუდაურის განვითარების ფონდის წარმომადგენლები გაწეული საქმიანობისთვის ღირსების ორდენები დააჯილდოვა. ნახეთ რეპორტაჟი გუდაურიდან. საქართველოს პრეზიდენტმა პირველ ლედისთან ერთად გუდაურის ახალი ტრასები პირადად გამოცადა. საკმაოდ რთულ სათხილამურო გზებზე მიხეილ სააკაშვილი და სანდრა რულოვსი რამდენჯერმე დაეშვნენ. პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ სპორტულ და სამოყვარულო ტრასებზე ისრიალეს. ძალიან მიხარია პირველად ვარამ გონდოლაზე და ძალიან დიდი ცილსვლა არის, დიდი ნაბიჯებით მივდივართ წინ კურორტების საკითხში და ეს ნამდვილად არ მომწიაუნება ეს დასაქმებიც არის. კარგი რა. ახალ სათხილამურო გზებზე პრეზიდენტი პირველი ლედი და დედაქალაქის მერი ახალი საბაგიროთი ავიდნენ. კავკასიაში ყველაზე გრძელი 2450 მეტრიანი გონდოლა გუდაურში დღეს ოფიციალურად გაიხსნა. თანამედროვე და კომფორტულ საბაგიროს 1 საათში 2800 მგზავრის მომსახურება შეუძლია. გონდოლით მგზავრობამდე მიხეილ სააკაშვილი გუდაურში მყოფ ტურისტებს გაესაუბრა. პრეზიდენტმა გუდაურის დამსვენებლებთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო. გუდაურში მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს სამთო სათხილამურო კურორტების პოტენციალზე და მათი განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. თავარი რაც აქ არის, ეს არის დიდი სტრატეგია. ეს არის ერთხელ გუდაურის განვითარება, პრაქტიკულად მეორე პარალელური გუდაური წარმოიქმნა, დამთავრდა ეს ხაოტური მშენებლობები, როცა უბრალოდ ხარბი ადამიანები დაითრევდნენ რაღაც ადგილს და აშენებდნენ მრავალსართულიანს გეგმის გარეშე, ყველაფრის გარეშე უღოდ გაიყიდათ. ეს არის საქართველოს მშენებლობა, საქართველოს საგანძური, ამიტომ ამას უნდა განსაკუთრებით მოვლა და რაც კი მაიუბ მეთვალყურების ქვეშ ამას ნამდვილად ხელი დაეწყო. და ჯობოთ ერთ სტრატეგია. ბაყურიანი ეს არის ძირითადად ოჯახების ადგილი, ამიტომ იქ უნდა საბავშვო ინფრასტრუქტურა განვითარდეს ბევრად უფრო მაგრად. ბაყურიანის გარშემო განვითარების ინფრასტრუქტურა. რაც ხდება სვანეთში, ესე იგი, როგორც კი ქუთაისის აეროპორტი ამუშავდება და ფოთი, უკვე სვანეთს აქვს პერსპექტივა. გზა გავაკეთეთ, ეხლა აეროპორტს ვაკეთებთ. ხაჭვალი გაკეთდა მესტიასთან, ეხლა შედება თეთრმურდის კურორტი. უკვე წელს დაიწყება სამუშაო, აუცილებლად გავაკეთებთ უშკულს, აუცილებლად გავაკეთებთ ეწერს და აუცილებლად გავაკეთებთ ჯუბერს. ესე იგი, შუაში იქნება მესტია და გარშემო იქნება თელი დიდი ადგილობრივი კურორტები, ზუსტად ისე როგორც არის შვეიცარიაში ცნობილი კურორტები, ავსტრიაში ცნობილი კურორტები და ძირითადად იმუშავებს მე ვფიქრობ სვანეთი ევროპულ ტურისტებზე. თავარი ეს ჩვენთვის არის ინსტრუმენტი ასევე გაჭირვების გადალახვის და ბრძოლის. ესავე ის რომ ამდენი ტურისტი რომ შემოვა საქართველოში, ეს არის დამატებით ინვესტიციები ქართულ ეკონომიკაში, ტურისტი შედება თბილისში, კაფეში შედის, სასტუმროში, იქ ასაქმებს ხალხს, უამრავ გზაზე ხარჯავს ფულს. საბოლოო ჯამში საქართველოს სახელი გააქვს უცხოეთში. აი ნახეთ რამდენი ნახეთ ეგ წერან მოდიოდნენ ჩემთან რუსები, უკრაინელები, ლატვიელები, პოლონელები, დანიელები და საბოლოო ჯამში ეს არის სოციალური პროგრამა. სხვა შორის კრედიტი, რომელიც ფრანგია მოგცეს მაგალითად სვანეთზე, ეს არის სოციალური კრედიტი. არის ძალიან დაბალ პროცენტია, ეს სწორედ იმის გამო, რომ გაითვალისწინეს, რომ იქ არის გარშემო მოსახლეობა, რომელსაც ჭირდება დახმარება. და მათი დასაქმებისთვის ეს არის სასიცოცხლო. საერთო ინფრასტრუქტურასთან ერთად სასრეალო ტრასების საერთო სიგრძით ითვლება და
იყო 18 კილომეტრი საერთო სიგრძე, ეხლა გახდება ყველა ტრასა, როდესაც მომზადდება 57 კილომეტრი, რაც ნიშნავს უკვე მეოთხე კატეგორიას. მეხუთე კატეგორია არის უკვე ისეთები, სადაც სასტუმრო და სხვა ტიპის ინფრასტრუქტურა არის განვითარებული. და ხედი, აი ეს არასდროს არის ძალიან იშვიათი. აქედან ახედია ახო წარმოუდგენელია, ეხლა თეთრულიდან უყურებ იალბუს, უშბას, ყველა დანარჩენს, ასე რომ ყველა ადგილას რაც ასეთ რაღაც კეთება არის, ასევე მარტო იმისთვის ამოვა ხალხი, რომ ეცხედები ნახონ. სამთო სათხილამურო კურორტზე ახალი ინფრასტრუქტურის გაცნობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა გუდაურის განვითარების ფონდის 9 თანამშრომელი ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. დიდი უგულავამ რომელიც ეშულა თბილისის მერის სახელით გუდაური იქცეთ მის მრავალრიცხოვან შვილთაგანად და ოჯახის წევრად დაისახა ამოცანა, რომ ეს პირველი ასეთი კლასის ამ სიგრძის მაღალი დონის საბაგირო გაკეთებულიყო გუდაურში. მრავალი წლის შემდეგ, როცა პრინციპში ცოტა რაღაცები ჩვენ გავაკეთეთ 3 წლის წინ, მაგრამ პრინციპში გუდაურის დაფუძნების შემდეგ გარღვევა აქ არ მოხდარა. მან გააკეთა არა მხოლოდ საბაგირო, არამედ ქმნის ახალ გუდაურს, რომელიც აქეთ ხარეს ვითარდება და ეს ნიშნავს, რომ მართლაც ძალიან კარგი პერსპექტივები იხსნება ადგილობრივებისთვის, აქაურობისთვის თიანთ საქართველოს. მთელი ზამთარი რამდენიმე თანამშრომელი დღე და ღამე მუშაობდა ამ საბაგიროს გასაკეთებლად. იმიტომ ეს იყო ყველა ცივი ზამთარი, როგორც ვიცით, ყველაფერი გაიყიდა და ჩვენ მქონდა ამოცანა დასახული, თქვენ იცით როგორი დაუნდობელი არის თავრობა ამ საკითხში, ჩვენ რომ ვიძახით, რომ ეს უნდა იყოს მარტში, ეს უნდა იყოს მარტში. და იქ ზღვავი ჩამოწვა, ხარბუქია, ვიღაცას სიცხე მოუწია, სურდო აქვს, ვიღაცას მით უმეტეს ეზარება. ეს ჩვენ არ გვაინტერესებს. დრო ცოტა გასაკეთებელი ბევრია. გუდაურში სათხილამურო სეზონი კიდევ 2 თვე გაგრძელდება. განახლებულ კურორტზე დღეს მერიის თასი ჩატარდა. გამარჯვებულები გიგი უგულავამ დააჯილდოვა და მათ საჩუქრები გადასცა. ახალი გუდაურის მიმართ სპორტსმენებისა და ტურისტების ინტერესი ყოველდღე იზრდება. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა აქ რეგიონის განვითარების დამატებით სამუშაო ადგილების შექმნის, აი მარტო სტატისტიკას მოვიყვან, უკვე წელს ბევრად უფრო მეტი დაახლოებით უკვე ველოდებით 40%-ით მეტ ვიზიტორს. ეს იმას ნიშნავს და სხვა შორის მატება არის ძირითადად უცხოელი ტურისტების ხარჯზე, მათ შორის რაც ნიშნავს დამატებით შემოსავალს რეგიონისთვის, თბილისისთვის, თუ ეს ყველა ადამიანი თბილისის საშუალებით მოდის აქ. ამიტომ ეს პროექტი არა მარტო სპორტის განვითარების, არა მარტო რეგიონის მთელი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ლატვიიდან ვარ, ეს კურორტი მართლაც საოცრება. ახალ საბაგიროებთან და სათხილამურო ტრასებთან ერთად სამთო კურორტზე ათობით ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. გუდაურის განვითარება ჯერ ისევ გრძელდება. განახლებული კურორტი დამსვენებლებს ელოდება.